ნოემბერში თბილისში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ამავდროულად წლის განმავლობაში კონკურენციის სააგენტომ არაერთი ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. გაფართოვდა და გაიზარდა საკანონმდებლო ჩარჩო მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. სწორედ მიმდინარე წელი უნდა შევაჯამოთ და კონკურენციასა და მომხმარებლის უფლებებზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად. ირაკლი ლექვინაძე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე გვერდია ბიზნეს პოსტის სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს მივესალმებით და ვისარგებლებ შემთხვევით და დამდეგ ახალ წელს მიულოცავ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონო ირაკლი გიორგიმაც აღნიშნა და ვიცით რომ ყოველ წელს ველოდებით წლიდან წლამდე მიმდინარე წელსაც ნოემბერში თბილისში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის უფლებების მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მოკლედ რომ გვითხრათ რა მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა აღნიშნულ ღონისძიებას. მოკლედ ეს საკმაოდ კარგი პლატფორმაა ჩვენთვის და იმ მარეგულირებელი უწყებებისთვის, ჩვენ 5 მარეგულირებელი უწყება ვართ და ერთობლივი ორგანიზებით ვაკეთებთ ამ კონფერენციას. ეს არის უწყებები, რომლებიც საქართველოში პასუხისმგებლები არიან კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით უკვე წელს მესამე კონფერენცია გაიმართა, სადაც 300-ზე მეტი დელეგატი ყავდა და დაახლოებით 12 ქვეყნის 25-მდე სპიკერი და მათ შორის საკმაოდ მაღალი დონის სპიკერები გაეროდან, ევროკავშირიდან, ასევე კონკურენციის საერთაშორისო ქსელი არის ესეთი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველა უწყებას აერთიანებს და მათ შორის მის ხელმძღვანელი გერმანიის ფედერალური კონკურენციის უწყების ხელმძღვანელიც არის და ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი ადამიანია ამ სფეროში და ამიტომ საკმაოდ ისეთი მასშტაბური ღონისძიება იყო წელსაც. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხს შევეხეთ და ეს ჩვენთვის ძალიან კარგი საშუალებაა. სულ რაღაც ჩვენი უწყება 10 წლისაა. გამოცდილებით რა თქმა უნდა არათუ ჩვენ კოლეგებს ქვეყნის გარეთ, არამედ თუნდაც ჩვენს კოლეგებს ქვეყნის შიგნით, იგივე ჩვენს კოლეგა მარეგულირებლებს, თუნდაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში მათ მეტი გამოცდილება აქვს. ამიტომ ასეთ კონფერენციებით ჩვენ ძალიან ბევრ ვსწავლობთ და ასევე მის დატვირთვა არის ისიც, რომ ქვეყანას ჩვენ აიდენტიფიცირებთ როგორც ყოველწლიურად ადგილს, სადაც კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მსჯელობენ და საკმაოდ მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი გამოხმაურება გვაქვს და ყოველწლიურ ფორმატია და მომავალ წელსაც გაგრძელდება აუცილებლად. კი ბატონო, მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს თემა და შენ გადავიდეთ წლის შეჯამებაზე უკვე. საინტერესოა რა გამოწვევები იკვეთება დღეს ქვეყანაში, რაზეც კონფერენციის ფარგლებში გამახვილდა ყურადღება, განსაკუთრებით მომხმარებელთა დაცვის უფლებების კუთხით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. რამდენიმე საინტერესო მიმართულება ჰქონდა კონფერენციას, რაც ჩვენთვისაც აქტუალურია და სრულიად თავსებადი თუნდაც ევროპულ და თანამედროვე გამოწვევებთან, რომელიც კონკურენციის და მომხმარებლების კუთხით არის. პირველი ეს იყო ეგრეთ წოდებული მერჯერები ან კონცენტრაციები, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურია და განსაკუთრებით აი თანამედროვე დიდი და ტექნოლოგიური კომპანიები ძალიან დიდ ბევრ ქვეყნებში ექსპანსიას აკეთებენ. ნუ ჩვენთან ეს წელიც გამორჩეული იყო ძალიან კონცენტრაციების კუთხით. ამ დროისათვის უკვე 14 კონცენტრაცია გვაქვს დასრულებული 2024 წლის სურათს გულისხმობ, რაც უკვე უფრო მეტია ვიდრე მთელ გასულ წლებში და ჩვენ ამ საშუალება მოგცა კანონში ცვლილებებმა, ესეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის რეკომენდაციის შედეგი იყო და ჩვენ ყოველწლიურად ვამოწმებთ საქართველოში რეგისტრირებულ ყველა კონცენტრაციას და კომპანიები ვისაც ევალდებულება თავისთაც მოგმართავენ, თუ არ მოგმართავენ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მექანიზმი, რომ ეს ბერკეტი გამოვიყენოთ და იდენტიფიცირება გავუკეთოთ შეუტყობინებელ კონცენტრაციებს. ყველაზე აქტიური იყო FMCG სექტორი, ესეც თქვენ იცით, ეს სწრაფად ბრუნვადი პროდუქტები, რიტეილი, რასაც ქვია, და ყველაზე მეტი ამ მიმართულებით მოვახდინეთ და ეს ბაზარი ნიშნავს იმას, რომ ეს ბაზარი საკმაოდ დინამიურად მიდის. სულ ბოლო ქონდა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო საქართველოს ბაზრისთვის ჰოლანდიური ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ევროკავშირში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, მან დაახლოებით 100 მილიონზე მეტი ჯამურად ინვესტირება მოახდინა საქართველოში, ეს იყო ლუდის ყავის და არალკოჰოლური სასმელების მიმართულებით და ეს საკმაოდ ისეთი კარგი მოვლენაა ქართული რეალობისთვის და ასევე გამორჩეული იყო განათლების მიმართულება, სადაც რაოდენობრივად ყველაზე მეტ ნახმობა გავეცით და ასევე ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორი, ასევე სამშენებლო მასალების წარმოება. ამ დროისათვის დაახლოებით 6 კონცენტრაცია გვაქვს მიმდინარე რეჟიმში
წლის ბოლომდე ალბათ შეიძლება ერთი-ორი გაწყვეტილება კიდე კონდეს. მეორე თემა ეს იყო საკმაოდ საინტერესო, ეს იყო შეთანხმებული ქმედებები, ეგრეთ წოდებული კარტელები, რასაც ჩვენ ამ კონფერენციის განხილვის თემა იყო, გახსოვთ ჩვენი საკმაოდ ხმაურიანი გადაწყვეტილებები, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი მტკიცებულების სტანდარტი, ჩვენი შედეგები ამ კონფერენციაზე და ყველგან სადაც მივდივართ ქვეყნის გარეთ ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და მისგან გამოწვეული შედეგები, საწვავის ბაზრის მონიტორინგი, მოკვლევები და ეს ამ თემებით საკმაოდ კარგი გამოხმაურება გვაქვს, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებები იყო ჩვენი მომხმარებლებისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ პირველადი შედეგები მათ ნახეს, განსაკუთრებით ფარმაციაზე გავამახვილებ ყურადღებას, როცა რეფორმების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით და ეს რეფორმების დანერგვიდან სადღაც 250-300 მილიონამდე დანაზოგის შექმნეს მოქალაქეებმა, როდესაც სამართლიან ფასებში მოხდა მედიკამენტების მიწოდება და იყო მედიკამენტები, ბევრი რეფორმის შედეგად, რაც მთავრობამ განახორციელა, როდესაც 45-დან 70%-მდე იყო კლება მედიკამენტებზე და ამან ინფლაციის მცირე მოცულობაში საკმაოდ დიდი წვლილი ითამაშა. მესამე იყო ეს მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით აი ძალიან აქტუალურია ეს თემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით ევროკავშირში და განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ონლაინ გაყიდვების მასშტაბი იზრდება, ყოველწლიურად ძალიან დიდია და თუ შევადარებთ უკვე პრაქტიკულად მთელი ეკონომიკის და ბიზნესების განვითარებულ ბაზრებზე დიჯიტალიზაცია ხდება და ამ სფეროში ხდება მისი გადატანა. ამიტომ ექსპერტს დასრულად რეგულირების ახალი ფორმები ამიტომ ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ 2 წელია რაც ამ მიმართულებით მუშაობთ და ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებთ. ბოლო 2 გადაწყვეტილებას ვიტყვი უბრალოდ, ეს იყო ფასის სტანდარტი, მითითების სტანდარტი, რომელზეც გაიდლაინი გავაკეთეთ და უკვე ბიზნესაც ვაცნობთ ამის შესახებ. ეს გულისხმობს, რომ როგორ უნდა იყოს ფასდაკლებების სტანდარტი, ხშირ შემთხვევაში არის გაურკვევლობები, როგორ უნდა იყოს მაგალითად რესტორნებში, მენიუებში ასახული საბოლოო ფასი, იმიტომ რომ ხშირად არეულია და მე ემატება საკომისიო დღეგ თუ ესე შემდეგ. როგორ უნდა იყოს მაგალითად იგივე სოციალურ ქსელებში წარმოდგენილი გასაყიდი პროდუქციაზე ფასი მითითებული და ეს საკმაოდ ისეთი ყოველდღიური და აქტუალური თემებია და ასევე დღეს გამოვაქვეყნეთ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება ეხება ერთ-ერთი მიმტანი კომპანიის სერვისის შეფასებას. შე შემთხვევაში მათ არაქართველი ოპერატორები ყავთ, ვისაც პროდუქტი მოაქვთ თქვენამდე და დელივერი სერვისი ჭირს ვერბალური კომუნიკაცია და ძალიან ბევრმა მომხმარებელმა მოგმართა, რომ შე შემთხვევაში არის გაურკვევლობები ამ კუთხით და დღეს სწორედ დავადგინეთ ამ კომპანიას, რომ უნდა გამოასწოროს, კონირულივად აქვს მიცემული, რომ ეს კომუნიკაცია იყოს არ არღვევდეს მოკლედ მომხმარებლის უფლებას თუ მე მსურს და რა თქმა უნდა საქართველოში ვარ და ნებისმიერ ჩვენთაგანის საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მიიღოს იმ ენაზე სერვისი, რა ენაზეც მას სურს და ამიტომ ეს საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებაა დღევანდელი თუნდაც. კი ბატონო ირაკლი, თქვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეთ, მაგრამ მე მინდა რადგან წლის ბოლო არის, გთხოვოთ შევაჯამოთ 2024 წელი. რამდენი მოკვლევა დაასრულა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ასევე საინტერესოა ბიზნესის რომელ სეგმენტზე გაკეთდა აქცენტები. კი ბატონო, მოკვლევის კუთხით გეტყვით, 2 მოკვლევა დასრულდა მიმდინარე წელს, ეს იყო ერთი ასევე ონლაინ გაყიდვების ბაზარზე, გულისხმობს სასტუმროების და სხვა გასართობი სერვისების შეთავაზების მიმართულება, სადაც ჩვენ შეთანხმებული ქმედების და დომინანტობის კუთხით გქონდა მოკვლევა, თუმცა აქ დარღვევა არ დადასტურდა, მაგრამ გავეცით საკმაოდ საინტერესო რეკომენდაცია, იმიტომ რომ გამცხადებელს, ანუ მომჩივალს აწუხებდა, რომ ხომ არ ქონდა ადგილი მაგალითად კონკრეტული საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მის მფლობელობაში მყოფ პლატფორმებზე უპირატესობის მინიჭებას და რამდენად სამართლიანი იყო ის შეთავაზების პირობები, რომელიც მათ უნდა მოიცვას მთელი ბაზარი და არავის არ უნდა კონდეს შემზღუდავი პირობა. აქ დარღვევა არ დადგინდა, თუმცა ამ კუთხით რეკომენდაცია გავეცით და ჩვენ ვაკვირდებით ბაზარს. მეორე იყო არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი, სადაც დარღვევა დავადგინეთ, ეს იყო საკვები პროდუქტის ერთ-ერთი სახეობა, სადაც ძალიან მსგავსი იყო შეფუთვის ფორმები და ზიანი ადგებოდა კეთილსინდისიერ მომხმარებელს, კეთილსინდისიერ მწარმოებელს. ამიტომ აქაც ჩვენ დარღვევა დავადგინეთ, დავაჯარიმეთ კომპანია და საქმე ამჟამად სასამართლოშია. 2 მონიტორინგი დავასრულეთ ბაზრის ორივე
აგრარულ სექტორს ეხება, ერთი იყო თხილის ბაზარი, სადაც ვთქვით, რომ ბაზარი დინამიური და კონკურენტულია, უბრალოდ იქ არის სხვა საკითხები, რაც ქმნის ფასებს შორის სხვაობას, რაც აწუხებდა ფერმერებს და ეს ძირითადად ხარისხობრივი პარამეტრებით არის განპირობებული და გავეცით კერძო სექტორზე რეკომენდაცია თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება და სრულიად აი დღეს დასრულებული მონიტორინგი, რომელიც ალბათ თუ ახლოს დღეებში გამოქვეყნდება, მაგრამ ვიტყვით თქვენს ეთერში, ეს არის მოცვის ბაზრის შეფასება, სადაც ასევე ძალიან საინტერესო სურათი გვაქვს, აქაც ბაზარი დინამიური და კონკურენტულია ამ დროისათვის, ანუ საცივარი ეხებოდა შემდეგს, რომ ხომ არ ქონდა შეთანხმებულ ფასებს სეზონზე მოცვის შესყიდვისას ადგილი. თუმცა ვნახეთ, რომ მოცვის ექსპორტიორი დაახლოებით 50-ზე მეტი კომპანიაა, ბაზარი ბოლო წლებში თითქმის 8.5-ჯერ არის გაზრდილი რაოდენობრივ ჭრილში და 11-ჯერ არის გაზრდილი ფინანსურ ჭრილში, იმდენად სწრაფად განვითარებადი ბაზარი, ამიტომ აქ თქვით, რომ ბაზარი დინამიური და კონკურენტულია და დაინტერესებული მხარეები გაიცნობენ საკმაოდ საინტერესო შეფასება. კონცენტრაციებზე გითხარით უკვე? კი ბატონო, შევეხოთ მონიტორინგსაც, ბაზრის მონიტორინგსაც, ამ კუთხით რამდენი მონიტორინგი განხორციელდა და რა შედეგები კი ბატონო, გეტყვით, მიმდინარე რა გვაქვს ამ დროისთვის, საშუალედური შედეგები გვაქვს საწვავი, ჩვენ ტრადიციული ბაზარი, რომელსაც ვაფასებთ, მესამე კვარტლის ანგარიშით სურათი გვაქვს, ეხლა ველოდებით წლის საერთო შეფასებას. გვაქვს რიტეილის და FMCG-ის ბაზარი, აქ ჩვენ მუდმივად არის იმპორტიორებისგან, მიმწოდებლებისგან გარკვეული საკითხები, რომელიც შეიძლება იყოს ამდენად არის კონკურენციის პირობები დაცული, თუმცა ჩვენ აქ ვამბობთ, რომ ბაზარი საკმაოდ 10 ყველაზე მსხვილი რიტეილ კომპანია გვყავს დღეს საქართველოში, ყველაზე მსხვილის წილი ბოლო კონცენტრაციის გათვალისწინებით თლიან ბაზარზე დაახლოებით 15-16%-ის ფარგლებშია და ჯამურად 10 კომპანიის წილი სადღაც არის 50-55%-ის ფარგლებში თლიან ბაზარზე. ამიტომ აქაც დომინანტობას ადგილი არ აქვს, შუალედ თუმცა ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ არის გარკვეული ძალაუფლება მათ მხარეს და საჭიროა რაღაც რეგულირების ჩარჩო, რომელიც დაიცავს უფრო ამ მიმწოდებლებს რიგი არასასურველი პროცესებისგან. გვაქვს ასევე თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი და მომავალ წელს ალბათ რამდენიმე ახალი მონიტორინგის შესახებ გამოვაცხადებთ. საინტერესო ფარმაციის კი ბატონო. გიორგი, მოდით ვიხდი, მოკლევის ნაწილში 4 მოკლევა გვაქვს, რომელიც სხვადასხვა სექტორებს ეხება. ფარმაციის ბაზარი არის ერთ-ერთი სენსიტიური თქვენც ახსენეთ და მნიშვნელოვანი შედეგები დადგა. თუ გაგრძელდება მისი მონიტორინგი მომდევნო წლებში საჭიროების შემთხვევაში. ამ დროისათვის ჩვენ გვაქვს მოკლევა ამ ბაზარზე, 8 კომპანიის მიმართ, თქვენთვის ეს თემა ცნობილია. დომინანტობის მდგომარეობის შესაძლო არასასურველად გამოყენებას ვიკვლევთ ამ მიმართულებით, თუმცა გეტყვით ამასაც, რომ მომავალ წელს ალბათ ჩვენ ამ კუთხით მონიტორინგს კვლავ დავიწყებთ, იმიტომ რომ ეს ის სფეროა, სადაც მცირე მოთამაშეა, მაღალი კონცენტრაციაა და ძალიან ბევრი მედიკამენტზე მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ პირობითად მომხმარებლებთან მიმართებაში რამდენად არის კონკურენტული გარემო დაცული. გადავინაცვლოთ მომხმარებლის უფლებებზე, რაც ძალიან აქტუალური არის საქართველოში. საქართველოს მთავრობა მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას დაუჭირა მხარი. რას გულისხმობს ბატონო ირაკლი ეს აღნიშნული სტრატეგია და რამდენად შეუწყობს ხელს იგი მომხმარებლის უფლებების დაცვას? ესეც პირველია, როდესაც 6 მარეგულირებელი უწყება გავერთიანდით. ყველა ის უწყება, რომელიც მომხმარებელთა უფლებებზე პასუხისმგებელი და მათ შორის სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს და პრაქტიკულად გაიწერა 3-წლიანი სტრატეგია, სადაც ყველა ის აქტივობაა აღწერილი, რაც უნდა გავაუმჯობესოთ ყველამ ერთად იმისთვის, რომ უფრო მეტი დაცულობა კონდეს ქვეყანაში მომხმარებელს და ეს სფერო ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ორი მიზანი აქვს, ერთი არის საკანონმდებლო გაუმჯობესება და ჩვენ ნაწილში ვიტყვი, რომ საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა 85%-ით თავსებადია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან. ეს ჩვენი ბოლო ევროპელი ექსპერტების შეფასების შედეგზე დაყრდნობით ვიძახი ამას და მეორე მიზანი არის მეტი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ სფეროში ამის საჭიროებას ჩვენ ხედავთ და ჩვენ მომავალ წელს ძალიან კარგ პროექტებს დავიწყებთ ალბათ სკოლებში, უნივერსიტეტებში, როდესაც ამ ასაკიდანვე უზრუნველყოფთ მინიმალური ინფორმაციის მიწოდებას მხარეებისთვის, იმისთვის რომ მეტი ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ. შედეგებში რო გადავიყვანოთ, წელს დაახლოებით 1000-ზე მეტი განაცხადი გვაქვს განხილული, 70% არის ონლაინ ვაჭრობის მიმართულება და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს სფერო მზარდია, მსოფლიოში იგივე ტრენდია და ჩვენთანაც ასევე
და ძირითადად საბითუმო და ტანსაცმლით ვაჭრობა არის ტანსაცმლითა ტექნიკით ვაჭრობა არის თავარი სექტორი, სადაც ხდება ძირითადი პრეტენზიების დაფიქსირება მომხმარებლის მხრიდან. კარგით, რადგან სტატისტიკურ მონაცემებს შევეხეთ, საინტერესოა გამომტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში რა ჯარიმები დაეკისრათ ბიზნეს სუბიექტებს, როგორია ამ ჯარიმების მოცულობა და აქვე გკითხავთ, ცნობიერება ახსენეთ თქვენ, რამდენად გაზრდილია თავად მომხმარებელში ცნობიერება. ერთია თქვენი სააგენტოს ან სხვა ასე ვთქვათ სააგენტოს რანაბიჯები იდგმება, მაგრამ მეორეა საზოგადოების ცნობიერება. თუ გაიზარდა და თუ ცდილობენ რომ თავად ასე ვთქვათ დაიცვან საკუთარი უფლებები და მოგმართონ საჭიროების შემთხვევაში. კი, კარგი კითხვაა. გიორგი, ნამდვილად ცნობიერების ამაღლება აი თუნდაც აქაც რო საუბრობთ და მედიის როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ესეც კი ბევრი ადამიანისთვის ინფორმაციის წყაროა, გაორმაგებულია შარშანდელთან შედარებით განცხადების მოცულობა. ეს ნიშნავს იმას, რომ არ ვამბობ, რომ დარღვევები გაიზარდა, დარღვევებზე უფრო მეტად გაიზარდა მომხმარებელთა ინფორმირება და მათი ცოდნა იმის შესახებ, რომ თუ ვერ აღწევენ შეთანხმებას მოვაჭრესთან, მიმართონ კონკურენციისა და მომხმარებლის სტატუსის სააგენტოს და აქ მოხდება მათი საკითხის განხილვა. ძირითადად მაინც დაახლოებით 60%-ის ფარგლებშია შეთანხმების кейსები, როდესაც მოვაჭრე ჩვენ და მომხმარებელი ვთანხმდებით, შემდეგზე რომ მოვაჭრე აღადგენს მომხმარებლის უფლებას, გაასწორებს საავჭრო პოლიტიკას, მაგალითად თანხას დაუბრუნებს, ან რა ვიცი, ნივთს გამოუცვლის, ან რამე მსგავს პროცესს განახორციელებს და ეს ყველაზე კარგი შედეგია, იმიტომ რომ მომხმარებელი პირდაპირ იღებს სარგებელს, დაახლოებით 600,000 ლარზე მეტია ეს სარგებელი, რაც ამ პერიოდში ჩვენი ხელთარსებული ინფორმაციით მომხმარებელმა უკან თანხა დაიბრუნეს ან სარგებელი მიიღეს. შემდეგ მოდის რაოდენობრივად დარღვევის кейსები. დარღვევის кейსები წელს უფრო მეტია ვიდრე გასულ წელს, თუმცა ჯარიმები ახლა მოცულობითი აქ ნაკლებად არის, იმიტომ რომ მინიმალური დარღვევები ძირითადად არიან ფიზიკური პირები, კერძო მეწარმეები, მცირე მეწარმეები და მათ შემთხვევაში ჯარიმა დაახლოებით 600 ლარის მინიმალური ჯარიმა 600 ლარია, რადგან მაგ დიდი ბრუნვებიც არ აქვთ და უნიშნელოა რაოდენობა, როდესაც პირობითად მომხმარებელს ვეუბნებით, რომ აი თქვენი кейსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დარღვევა დაფიქსირდეს. ანუ დაახლოებით ეს სურათი გვაქვს საბოლოო ჯამში. ძალიან ბევრი ესეთი სტანდარტი დავადგინეთ წელს, იგივე აი დღესაც ვახსენე ქართულ ენაზე სერვისის მიწოდება, იგივე ფასის მითითება სოციალურ ქსელში, SMS-ის დაგზავნის, ფასის მითითება ფასდაკლებებზე და ასე შემდეგ და საკმაოდ მრავალრიცხოვანია ეს ჩამონათვალი, რაც უკვე ინერგება ცხოვრებაში და კარგია, რომ ამ კუთხით გარემო უმჯობესდება და ცოდნა აქ როგორც მოვაჭრეს, ასევე მომხმარებელს. დასასრულისგან მივდივართ ბატონო ირაკლი და მინდა გკითხოთ 2025 წლისთვის კონკურენციის სააგენტოს რა გეგმები აქვს, რას უნდა ველოდოთ უწყებისგან? გეგმები როგორც ყოველთვის ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ერთის მხრივ საკანონმდებლო მიმართულებით და მომხმარებლებში ვახსენე, მაგრამ კონკურენციის ნაწილში ჩვენი კანონმდებლობის თავსებადობა დაახლოებით ამ დროისათვის 75%-ია ევრო დირექტივებთან და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან, ამიტომ დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ცვლილება საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან კოორდინაციით და შეთანხმებით, რომელიც ეხება სახელმწიფო დახმარებების მიმართულებით გარკვეული სისტემის აწყობას, რომელიც კონკურენციის დაცვის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებები, მეორე იქნება ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომელიც უკვე ვახსენე და ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ახლოს მივიდეთ ყველა მომხმარებელთან და მესამე მაქსიმალურად ჩართულები ვიქნებით ამ მადლობა ამისთვის და მესამე რა თქმა უნდა ეს სასამართლო პროცესები, რომელიც ჩვენ გახმაურებულ გაწყვეტილებებზე მიმდინარეობს და ჩვენ ველოდებით, რომ პირველი ინსტანციაში უკვე იქნება განხილვები და ჩვენ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო კონტროლით წარმატებით გავიაროთ, რომ კიდევ უფრო მეტი ნდობა განვამტკიცოთ ჩვენს დაინტერესებულ მხარეებს. წელს 10 წლის არის კონკურენციის 10 სრული წელი სრულდება 2024-ში კონკურენციის და მომხმარებლის სტატუსის სააგენტოში და ვფიქრობ, აი ამ 10 წლის თავზე საკმაოდ ესეთი მომხმარებლებისთვის და სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტებისთვის საკმაოდ ესეთი პოზიტიური შედეგები გვაქვს. კი ბატონო, ნამდვილად ასეა, გისურვებთ წარმატებებს, მაყურებელს შევახსენებ ირაკლი ლექვინაძე, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით ბიზნესში არსებულ კონკურენციაზე და მომხმარებლის უფლებებზე.